რაღაც სარჩული, რომელიც ჩემს და ჩემ მოყვას შორის უნდა იყოს, თუ მე მინდა რომ სწორი ურთიერთობა იყოს ჩვენ შორის, აი სარჩული ჩვენ შორის უნდა იყოს ზუსტად სულიწმინდის მადლი. და სულიწმინდის მადლის მოხვეჭა ხდება ლოცვით, მე გითხარით და სწორი ცხოვრებით, ანუ კეთილი საქმეების კეთებით. მაგრამ აქაც საჭიროა ძალიან სწორი პროპორციების მოძებნა. იმიტომ რომ ადამიანი როგორც ესე არის უზომო, ხანდისხან ნამეტანი გადავარდება ერთ მხარეს, ხანდისხან ნამეტანი გადავარდება მეორე მხარეს. მაგრამ ეს არის ლოცვა და კეთილი საქმეები, ეს არის როგორც ეტლის ორი ბორბალი. და თქვენ იცით, როცა ეტლი სწორედ მოძრაობს, მიდის წინ, ორივე ბორბალი უნდა ერთნაირად ერთი სიჩქარე ტრიალებდეს. თუ კი ერთი ბორბალი დაიწყებს უფრო სწრაფად ტრიალი ვიდრე მეორე ბორბალი, არა იმ წუთში ის ეტლი დაიწყებს რაღაც ერთ წრეზე სიარული და არა წინ. ასე რომ საჭიროა ძალიან სწორი პროპორციის მოძებნა ჩვენი ლოცვის და კეთილი საქმეების. და რა თქმა უნდა, იგივე ლოცვა, იგივე კეთილი საქმეები შეუძლებელია სულიწმინდის მადლის გარეშე. ანუ ყველა ადამიანს რომ იგივე რომ ილოცოს და სულიწმინდის მადლი მიიღოს, მას უნდა გააჩნდეს საწყისი კაპიტალი სულიწმინდის მადლის. თუ ჩვენ გვინდა სიკეთე გავაკეთოთ, ჩვენ სულიწმინდის მადლის გარეშე სიკეთეს ვერ გავაკეთებთ. იმიტომ რომ ჩვენი სიკეთე შეიძლება ბოროტებად იქცეს. ძალიან ხშირად მოსულათ ჩემთან მოდიან და ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, აი, მამა გიორგი, რა ვქნა, ძალიან კარგი საქმე წამოვიწყე, რაღაცა ძალიან კარგი მინდოდა, კიდაც ახლობლებისთვის, კიდაც მეზობლებისთვის, კიდაც მეგობრებისთვის და ისე შემოტრიალდა ყველაფერი, რომ პირიქით იმ ადამიანებს, ვისაც მინდოდა სიკეთის გაკეთება, მათთან კონფლიქტი მომივიდა და დღეს ერთმანეთს არ ველაპარაკებთ. რატომ მოხდეს? ეს ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ჩვენ სულიწმინდის მადლი გვაქვს, ჩვენ ვცდილობთ ღმერთის გარეშე გავაკეთოთ და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ აი ვავიღოთ პლანეტარული თლიანად მოვლენა და ადამიანი, ჩვენ გონია აი აპარტაუნები ვართ, აი ძლიერები ვართ, რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. აი წარმოვიდგინოთ ქარიშხალი. და აი ამ ქარიშხალში ერთ აი ფრინველიდან ამოსული ერთი პატარა ბუმბული. და ეს ბუმბული და ეს ქარიშხალი. აი რა შეუძლია, როგორ შეუძლია იმ ბუმბულს რამე წინამდებობა გაუწეს იმ ქარიშხალს, ან გაუმკლავდეს იმ ქარიშხალს, ან გაჩერდეს და ანუ ის ქარიშხალი იმ ბუმბულს როწორს უნდა ისე ატრიალებს. მაგრამ ბოლოს თუ ის კაი ადგილას მოხდა, მას უხარია გონია, რომ ეს მე მოვახერხე, ვიფრინე და რაღაცა. ეს მხოლოდ და მხოლოდ დამთხოვა არის. უნდა გვესმოდეს, რომ ვარ და ერთი პატარა რაღაცა ჩიტის ბუმბული, რომელიც მოწყდება ჩიტა, ისეთი პატარა ბუმბული, თანაც ძლიერი ქარიშხალის დროს. და თუ რაღაცა ჩვენ, რაღაცა მართლა გაცილებით უფრო დიდმა ძალამ არ გაგვაძლიერა, როგორ უნდა ეს ბუმბული, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ უზარმაზარ ქარიშხალს? შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ იმდენად დაბნელებული გვაქვს ეს თვალი, იმდენად თავშეყვარებულები ვართ, იმდენად ეგოცენტრულები ვართ საკუთარ თავში, რომ გვიჭირს ამის დანახვა და ხანდისხან რაღაცა დაემთხვევა. იცით, რაღაც ძალიან დიდ მოვლენებს შეიძლება რაღაც ადამიანმა ძალიან ისე, რაღაც დაემთხვეს და რაღაცა ძალიან სერიოზული შრიფტი ერთ იმაზე მართლაც დაემთხვეს და დაამთხვიოს და აღმოაჩინოს რომელიღაც კოდი, რომელიც ბევრი რიცხვებიდან შედგება. მაგრამ ეს ხო დამთხვევა. მეორე ხო შეიძლება მილიონი წელიწადი ისახნა და მეორე შრიფტი ვერ აღმოაჩინა. ეს მხოლოდ დამთხვევა. ამიტომ ნუ გონია, რომ ჩვენ მართლა რაღაცას ვაკეთებთ. ერთადერთი შემთხვევაში ჩვენ რაღაცა გამოგვივა, თუ ის დაემთხვევა ღვთის ნებას. ამიტომ უნდა ვისწავლოთ და დავერხოთ ღვთის ნებას, დაველოდოთ. ვართ სუსტრაფები, მალე გვინდა გვესმის, იმიტომ რომ ბიოლოგიურად ადამიანს ესმის, რომ მისი სიცოცხლე მოკლე არის და ადამიანის სიცოცხლე ღმერთი მარადიული არის და ჩვენი სხეული არის მომაკლავი, შეზღუდულია 70, 75, 80 წლით. და ამიტომ ჩვენ გვეჩქარება, სუსტრაფები ვართ, მაგრამ ამ სიჩქარით პირიქით უფრო უკან აღმოჩნდებით ხოლმე.
და ამიტომ ღმერთმა მოგცეს ჩვენ აი მის ძალა და უნარი რომ ჩვენ პირველ რიგში მოახდინოთ დაკვირვება. აი ადამიანი უნდა იყოს ძალიან დაკვირვებული, ადამიანმა უნდა მოახერხოს რომ გაშიფროს ყველა ის მოვლენები, მის ირგვლივ რაც ხდება, ის მისტიური უხილავი მომენტები დაინახოს. და მაშინ თქვენ დაინახავთ რომ ერთადერთი ჩვენი წინსვლა და გამარჯვება შესაძლებელი ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვართ ღმერთთან, როცა ჩვენზე არის სული წმინდის მადლი და როცა ჩვენი ნება ემთხვევა ღვთისნებას. ამიტომ ღმერთმა გაგვაძლიეროს მთელი სახარება ზუსტად ამას გვასწავლის ჩვენ. მე ისე ვიმეორებ რომ მე ძალიან მიხარია რომ ჩვენ ტაძარში ეხლა მრევლი მასიურად კითხულობთ სახარებას, მაგრამ კიდევ უფრო მეტად და უფრო მეტად უნდა დაკვირვებით წაიკითხოთ და თქვენ დაინახავთ იმ ახალ დეტალებს, რომლებიც მოგცემენ თქვენ საშუალებას, რომ თქვენ უფრო მეტად გაიზარდოთ, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ თქვენი მისია ამ დედამიწაზე, ერთადერთი მთავარი მისია ამ დედამიწაზე, რის გამოც ღმერთმა ჩვენ აქ ყველანი მოგვავლინა, არის ის, რომ ჩვენ გავიაროთ სრულყოფის გზა. ანუ ჩვენ რომ პიროვნულად გავიზარდოთ, გავხდეთ უკეთესები, რომ ჩვენ გავიაროთ გზა ღვთის მონისგან და მხევალი ღვთისაგან, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია, უკვე ძალიან კარგია, რომ ჩვენ ვართ მონები ღვთისა და მხევალი ღვთისა. მაგრამ ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა და გავხდეთ ღვთისშვილები. და რა სხვაობა მონას და შვილს შორის? მონა ასრულებს შიშის გამო ბატონის ბრძანებებს შიში. კაია, ცით სხვათა შორის ცნობილია რომ მოშიში ღვთის, აი ვიღაცას თუნდაც რომ შეაქონის ადამიანი რელიგიით, ეთქვა რომ ეს ღვთის მოშიში არის. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ღმერთს უნდა რომ ჩვენ უფრო დიდი გზა გავიაროთ და გავხდეთ ღვთისშვილები. ანუ როცა ჩვენ უკვე ღვთის შიში შეენაცვლება ღვთის სიყვარულით და ჩვენ არ დავაშავებთ, არ შევცოდავთ და კარგები ვიქნებით ღვთის სიყვარულის გამო და არა ღვთის შიშის გამო და მაშინ გავხდებით ღვთის შვილები და მაშინ დავიმკვიდრებთ ღვთის სასופველას. და ეს არის ის გზა, რის გამოც აქ ვართ მოსულები, მართალია ჩვენ ცხოვრობთ, ვართ ადამიანები და კიდე სხვა ბევრი უამრავი პატარ-პატარა საქმეები გვაქვს, მაგრამ ამ პატარ-პატარა საქმეების კეთებაში ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენი მთავარი მისია. და მთავარი მისია არის ამ დედამიწაზე ჩვენი სრულყოფა და სულიერი ზრდა, პიროვნული ზრდა. ღმერთმა დაგვოცოთ და მოგცეთ რომ ჩვენ ყოველთვის მოძებნოთ მექანიზმები და საშუალებები, რომლის მეშვეობით თქვენ სულიერად გაიზრდებით. მე განგებ არ გეუბნებით თქვენ ყველას, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის უნიკალური, ყველას აქვს თავისი გზა უფლისკენ, ყველა ჩვენთაგანმა უნდა ჩვენი გზა მოვძებნოთ, სხვისი კოპირება არის ძალიან რთული, ნუ რაზოს ნუ შევეცდებით სხვის კოპირებას. ეს არის დამღუპველი, იმიტომ რომ ის ადამიანი რომ ასე იქცევა, ის იმიტომ იქცევა, რომ ეს მისი ფიზიოლოგიური მომენტი არის ასეთია, ჩვენ ნუ შევეცდებით იმის კოპირება, ვიცით რომ აი ასეთი თავდაცვის მინისტრი იყო გრეჩკო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთ იმაში საომარიქმედების დროს მას რაღაც ააკ ხელზე რაღაც ძარღვები დაერღვა და ხელი სწორედ ვერ მოძრაობდა და ის იყო აი ასეთი რაღაცა გადატრიალებული იყო და ნუ საბჭოთა ჯარში რა თქმა უნდა ჩესნის მიცემა ასე იყო და მას დაზიანებული ხელი ჰქონდა აი ასე ჰქონდა და ნელ-ნელა ყველამ გადაიღო და აი ასე ცდილობდა და უჭირდათ იმიტომ რომ ეს ცნობილის არის უჭირდათ იმის მაგრამ ეს მისი ფიზიოლოგიური მომენტი იყო მას დაზიანებული იყო და ოპერაციის შედეგად ხელი ასე შერჩა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ სხვას არ უნდა მიბაძო ის უნიკალურია თავისი სხეულით თავისი სულით თავისი შესაძლებლობებით არის გენერალური გზა რომელსაც ჩვენ ყველანი უნდა მივყვეთ არის ვექტორი მიმართულება სწორი რომელსაც ჩვენ უნდა მივყვეთ მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩვენ ვიღაცის კოპირება არ უნდა მოახდინოთ იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის უნიკალური აბა ახლა შეეცადეთ და თქვენ ვიღაცამ თავისი ხელის ანაბეჭდი შეცვალოს და გააკეთოს ისეთი როგორც სხვას აქვს
ეს ხო შეუძლებელია. ან თვალის გუგის აი ის ნაწილი შეცვალო ან რაღაც ეს შეუძლებელია. ამიტომ ყველა უნდა მოვძებნოთ ის პატარა აი რაც შეეხება სტრატეგია ჩვენ ერთი გვაქვს. მაგრამ ტაქტიკა ყველას აქვს თავისი. მოვძებნოთ ჩვენი გზა, ჩვენ ისე ზოგ შეიძლება მეტი შრომით, ზოგმა მეტი ლოცვით, ზოგმა ისე, ზოგმა ასე, ზოგი ლოცვა, ზოგს იმის რომ ზოგმა რო კარგად ილოცოს, სჭირდება ისეთი პირობები. მეორეს ასეთი პირობები სჭირდება. და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და ვიაროთ იმ გზით, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს ჩვენ ღვთის სასუფეველამდე. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ საკუთარ თავზე.